თან გახვეწებე. საღამო მშვიდობის მეგობრებო. დღეს ცოტა ადრე მოვედი თქვენთან. აბა როგორ ხართ? როგორ ჩაიარა დღე? იმედია ყველასთან ყველაფერი კარგად არის, ჩემო ძვირფასებო. ხო კარგად ვართ. ეხლა ავანთებ სანთელს მეგობრებო და მე მოვამზადებ კარტებს. დავიწყებ კარტების მომზადებასთან. თან ახალ ამბავს მოგიყვებით, სასაცილო ამბავს მოგიყვებით მეგობრებო. ხო, აი კუებმა რო იციან, კუებზე მოგიყვებით ამბავს. ფეხის გამოყოფა რო იციან და მანიკურები წამისვიო რო იციან, იმის თქმა, აი ესეთ ადამიანებზე მოგიყვებით ახლა მეგობრებო. ხო. აი სწორედ ესეთ ადამიანებზე მოგიყვებით. ეხლა ჩემო ძვირფასებო რა ხდება და გაგაცინოთ უნდა მეგობრებო. მოკლედ დილით შევედი YouTube-ზე. ჩემს YouTube გვერდზე შევედი. ხო და დამხვდა ასეთი კომენტარი. ნამეტანი ბუქსაობ და არ მომწონს. მეგობრებო, ბუქსაობ თურმე და არ მოსწონს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყო ეს. ხო და მეორე მიწერს რომ ნერვებს მიშლის თქვენი კარტის ჩეხვა და გტოვებ ყოველთვისო. ორივე მივაბლოკე ერთმანეთის მიყოლებით ჩემო მეგობრებო. ერთიც და მეორეც. ხო. აი ასე მეგობრებო. ასე სასაცილოა ცხოვრება. ხო და მეც ვიცინი და ვღადაობ, აბა რა ვქნა. აი ასეა საქმე. შემოდიან, მოისმენენ, თავის სასარგებლოდ წაიღებენ ინფორმაციას, თითქოს ჭკუას სწავლობენ და ბოლოს აი ესე კვალს ტოვებენ ძალიან ცუდს. ხა. უღრმესი მადლობა ლაიქებისთვის ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა, გაიხარეთ. გაიხარეთ. დღეს ცოტა ადრე მოვედი თქვენთან. როგორ მოვედი არ ვიცი, მაგრამ გამთავისუფლდი ადრე. თუ არ დამიძახებს? თუ არ დამიძახებს, თქვენთან ვარ. კი ბატონო, უკვე თქვენთან ვარ. მე არ მყოფნის მაგიდა რა გავაკეთე. მოგიდა არ მყოფნის მეგობრებო. სალამი, მორიელი. მორიელი თამუნა. სალამი. მეგობრებო, აბა თუ ყავთ აი როგორ გადავაზიარო ეხლა ეს ერთი წუთით მეგობრებო. როგორ გადავაზიარო? აი აგერ არის.
აი ასე. ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ჩაიარა დღემ, თქვენთან ერთად კარტებს მოვამზადებ. ხო, ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე ვარდება, მეგობრებო. საკუთარ თავს გინდათ ფიცი მიცეთ. საკუთარ თავს გინდათ მიცეთ ფიცი. აი მეგობრებო, ახლა ერთ რაღაცას გეტყვით. წუხელ, როგორც კი დავასრულე ლაივი, ერთი 10-15 წუთის შემდეგ. ჩემო მაქუცურამ მომწერა წერილი. დილა მშვიდობისა. როგორ ხარ? ხო, არ გავეცი პასუხი მეგობრებო. საუბარი მინდა შენთანო და არ გავეცი პასუხი. გაადაუბრუნდი და არხეინად დავიწინე. დილას მივწერე პასუხი. შენ თან რომ დილაა, ჩემთან ღამეა მეთქი. ხო, აი ასე მეგობრებო. აი დავიფიცებ მეც ეს, აი ზუსტად ამ წუთებამდე ვარ მისული დედას გეფიცებით. აი აქამდე ვარ უკვე მისული. უბრალოდ ბიბლია არ მაქვს, თორე დაფიცებით უკვე აქამდე ვარ მისული. საღამო მშვიდობის მორიელ, როგორ ხარ? ხო, აი აქამდე ვარ უკვე მისული. აი ბევრი არ მაკლია. ხო. მოდი რას გვეტყვის კიდევ ეს კარტი. უბრალოდ მაინტერესებს ახლა რას გვეტყვის ეს კარტი კიდევ. რისი დაფიცება გინდათ მეგობრებო? ხო, დაფიცება იმის, რომ აი ნახეთ, მოწინააღმდეგე, აი კონფლიქტური სიტუაცია გაქვს, აი რაღაცა საკუთარ თავს კიცხავთ, აი საკუთარ თავს ებრძვით, კონფლიქტებით, რომ აი რატომ არ დგამ ნაბიჯ შეიძლება, აი როცა შეგიძლია გამარჯვება, რატო არ აკეთებ ამას, აი ესეც საკუთარ თავთან ხართ კონფლიქტში მეგობრებო. ხო. აი თქვენ ციცით რომ მეც ვიცი რომ აი ამ ყველაფრისთვის დრო იკარგება. აი ამ ყველაფრისთვის დრო აი ესა ზუსტად ის დრო. ძალიან ცოტა დარჩენილი მეგობრებო. ეს არის რა თითქოს რო იტყვენ 5 წუთიანი ქვიშის საათი. ძალიან ცოტა ნერვები გაქვთ დარჩენილი. აი შვილს გეფიცებით მეც მასე ვარ. მეც მასე ვარ. ერთი თვე ვამბობდი გავჩერდები მეთქი, მაგრამ აი ბატყობ რომ ვერ გავქაჩავ უბრალოდ. საკუთარ თავს ვერ შევეწინააღმდეგები. აი თქვენ ბევრი ეწინააღმდეგებით. ხო, მე უკვე აღარ მყოფნის ნერვები, იმიტომ რომ აი რატო? ხო, აი საღამო მშვიდობის ლელა, გაიხარე. აი ესე გინდათ მეგობრებო, გაქცევა. აი ეს გინდათ რომ იყოთ, ბავშვებით ლაღები გინდათ რომ იყოთ, უდარდელები გინდათ რომ იყოთ. აი არაფერზე რო არ ფიქრობდეთ, ეს გინდათ რომ იყოთ და აი ამის დაფიცება გინდათ რომ აი ამ ბავშვის გულს გაახარებთ, თქვენ შინაგან ბავშვს გაახარებთ. აი ეს გინდათ. კი, დღეს ცოტა ადრე გამთავისუფლდი, ამიტომ მოვედი მეგობრებო. კი. მეც მერე გვიან ვიძინებ, განამეც მინდა ცოტა ადრე მოსვლა, მაგრამ საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველას. ხო, სამართლიანად გინდათ რომ მოიქცეთ მეგობრებო. უნდა დაიფიცოთ, თუნდაც დაიფიცეთ მეგობრებო. საკუთარ თავს პირობა უნდა მიცეთ, რომ იქნებით სამართლიანი. საკუთარ თავთან იქნებით სამართლიანები მეგობრებო. რომ იქნებით ბედნიერები, საკუთარ თავს უნდა მიცეთ პირობა მეგობრებო. აი მეგობრებო, რაც ამოდის, იმას ვსაუბრობ. თქვენს წინ აი სპეციალურად ესე მიყავია, აი ისე არაკომფორტულად ვზივარ, მაგრამ ყოველ საღამოს, მაგრამ მინდა რომ აი თქვენამდე მოვიტანო ის, რაც მევალება, რო იცოდეთ თქვენს. ხო. საკუთარ თავთან უნდა დადოთ პირობა მეგობრებო, რომ არ შეეწინააღმდეგებით საკუთარ თავს, რომ იქნებით ბედნიერები, რომ გააუმჯობესებთ თქვენ ცხოვრებაზე, რომ იქნებით აი ესეთები მეგობრებო. დაიღალეთ, ჩემო ძვირფასებო. აი ხო ხედავთ, ერთი და იგივე ამოდის ყოველთვის. 78 კარტია ეს, ჩემო ძვირფასებო. და სულ ერთი და იგივე ამოდის, თქვენ ხო ხედავთ. სანამ ამას არ მიაღწევთ, ეს კარტები არ შეიცვლება მეგობრებო. არ შეიცვლება.
აი როგორ ხართ დაღლილები, არაფერი რო არ გინდათ, არავის დანახვა, აი მეგობრებო, არავის დანახვა რო არ გინდათ, ძალა აღარ გაქვთ ხალხო. ღმერთმა დაიფაროს და ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ცუძეც ფიქრობდეს. არ ვიცი, ღმერთმა დაიფაროს ესეთი ფიქრები მეგობრებო. უბრალოდ ძალიან ცუდი ფონი გაქვთ. ნერვული ფონი გაქვთ ძალიან ცუდი. ხო, ამიტომ რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდით, ჩემო ძვირფასებო. აი, საკუთარ გულს გაუფრთხილდით, საკუთარ თავთან იყავით მართალი. თავარი ესაა. ხო, სხვა დანარჩენი გაუშვით. ხო. კარგი, მოდით ეს ჩავთვალოთ ესე გაფრთხილებად და ისე ვაბით რო არ გავაგრძელოთ, ეხლა ესეთი ცოტა ისეთი თემა წამოვიდა, რომ ამით არ გავაგრძელოთ, ეხლა ცოტა უნდა გაუმხიარულდეთ, ხო? აი დღევანდელი ჩვენი თემისთვის სხვა კარტს ამოვიღებ, მეგობრებო, მეორე დასტიდან ამოვიღებ. ხო, ეს შესავალი მიიღეთ, მეგობრებო, აი ჩათვალეთ და მიიღეთ გაფრთხილებად, უბრალოდ რჩევათ მიიღეთ. ხო, აი ნახეთ, ბარბა. ბრძოლები გაქვთ, შინაგანი ბრძოლები გაქვთ, მეგობრებო. შიგნიდან ცეცხლი გინთიათ. თუმცა როგორ ყველას გვინდა ეხა. აი ზუსტად, აი მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ, გუშინდელი კარტები. ხო, აი გუშინდელი კარტები. მოკლედ, ესეთია გაფრთხილება არის დღეს მოდი ამ ჩვენი ლამაზი დასტიდან. ეხლა რაზე უნდა ვისაუბროთ? ამისთვის მეორე დასტას მოვიტან, მეგობრებო. და იქედან ამოვიღოთ რჩევა, ესეც რჩევის კარტია. ესეც რჩევის კარტია, მეგობრებო, ორივე რჩევის კარტია. ის შემოდგომის დასტაც რჩევის არის და ესეც. ესეც 78 კარტია, მეგობრებო, 78 სურათიდან შედგება. აი, 78 კარტიდან შედგება. ხო. ხო, მოკლედ, აქაც რომ ისეთი ამოდის, ეხა ხო გავკიშდები. აბა როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ, დღემ როგორ ჩაიარა ჩემო ძვირფასებო? ესე იგი ეკრანი ვერ გავადიდე, მეგობრებო. იქნებ იცით ვინმე და დამიწეროთ. YouTube-ზე ნახე ვიღაცას დაუწერი აქ გვერდზეო დააჭირე ხელიო და გადიდდებაო და აბა როგორ დავაჭირო გვერდზე ხელი, მეგობრებო, ხომ არ მეტყვით? სად უნდა დავაჭირო ხელი? აბა ჩვენი დღევანდელი თემა. მერთან არა, კითხვა პასუხი არა. კითხვა პასუხი არ გვაქვს. აი ნახეთ, მეგობრებო, როგორი კარტები ამოდის. სიამოვნების კარტი და მოულოდნელობების კარტი და მერე არის აი მეგობრებო, ამდენი დარდის და ფიქრის შემდეგ აი სავარაუდოდ ეს სიტუაცია მოდის თქვენთან. ხო. იქნებ ეჭვი გეპარებოდათ და უბრალოდ არ გჯერავთ, შეიძლება ეჭვიც გეპარებათ ეხლაც და ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ, მაგრამ ეს სიტუაცია მოდის თქვენთან. ამდენი გაუგებრობის შემდეგ. ხო. მოდის, მეგობრებო, მოდის. მოდი დღევანდელი ჩვენი თემა იყოს რა შემოდის? არა, ეს გქონდა ამ ბოლო დღეს. საღამო მშვიდობის, ანა მარია. როგორ ხარ? სალამი ყველას, ჩემო ძვირფასებო, რამხელა ტკივილი გაქვთ, უბრალოდ ნახეთ.
აი დადებითი კარტი მინდა ამოვიღო, დავიწყო და აი არ ამოდის, მეგობრებო. აი დადებითი კარტი ვერ ამოვიღე. სურვილი გაქვთ კი? ხო, რისკზე წამსვლელებიც ხართ. მხოლოდ ეს სიტყვიერად, მეგობრებო. ხო, ეს არის პროსტა სიტყვიერად. ხო, ჩემი კითხვა და პასუხი. საზღვრები გაქვთ აღმართული ყველა მიმართულებით. აი უსასრულოდ გაქვთ საზღვრები აღმართული, მეგობრებო. ძალიან ბევრი ადამიანები ერევიან თქვენ ცხოვრებაში. აქ არის ადამიანების ჩარევა, მესამე პიროვნებები. ხო, აქ შეიძლება ბევრ თქვენთაგანთან იყოს მაგიაც, არ გამოვრიცხავ, ნეგატივი, ეხლა მაინდა-მაინც პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ სადღაც ხო დაახლოებით კი მეგობრებო, ნახეთ, მაგიის კარტი ამოვიდა. ხო, თუ კი რაღაცას გრძნობთ, ხო, თუ კი რაღაცაში აი მეგობრებო. აი ნახეთ, ესეც ჩარევის ზამე შაწელსტვა. თუ კი საკუთარ თავზე რაღაც ვერ წარმოგიდგენიათ და ისეთი რაღაცები ხდება თქვენ ცხოვრებაში. აუ თუ გაურკვევლობაში ხართ, თუ რაღაცის გადაუწყვეტელობაში ხართ მეგობრებო. იცოდეთ რომ აქ არის ჩარევები. ხო. გაიხარეთ, არა მიშავს მეგობრებო. დღეს ცოტა ადრე მოვედით თქვენთან. მაგრამ რაღაცნაირად დავიწყე, არ ვიცი რატო დავიწყე ესე, მაგრამ კი, კრიზისი გაქვთ, კრიზისი. კრიზისი გაქვთ მეგობრებო. კრიზისი გაქვთ. მაგრამ გამოხვალთ ამ კრიზისიდან, არ ინერვიულოთ. რაღაც პერიოდი და აუცილებლად გამოხვალთ მეგობრებო. ქალბატონებო, თქვენ აუცილებლად გადადიხართ, აი ქალურ ენერგიებში უფრო დარბილდებით, უფრო დათბებით, უფრო დამშვიდდებით, ხო? აი თუ შარვალი გაცვიათ, ხშირად აი კაბებს ჩაიწმევთ, კაბებს მოირგებთ, უფრო გაილამაზებთ, საკუთარ თავზე იზრუნებთ. ხო. ქალურ ენერგიებში გადადიხართ მეგობრებო, ნახეთ როგორი კარტია. ხო. ესეთი კარტია. ასე რომ არ ინერვიულოთ. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, რადგან კარტი არ გვეუბნება, რაზე უნდა ვისაუბროთ, ვერა და ვერა მოვათქმევინე. სადაა კაბა? კაბა უნდა იყიდო. ახალი ვინ გამოჩნდება? ახალი პარტნიორზე ამ ბოლოს ჩავწერეთ მეგობრებო. ხო, ჩავწერეთ ამ ბოლოს ახალ პარტნიორზე. უარის თქმა. უმიზეზო შიშებში ხართ. აი აქ წერია უმიზეზო შიშები. კი, ბევრი შეიძლება ასეც იყოს, არ გამოვრიცხავ. გაზვიადებული შიშები გქონდეთ შეიძლება. და ეს თვითონვე გაყენებდეთ მერე თქვენ თვითონ ტკივილს. ხო. კი მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი ასე ხართ. გაურბიხავთ რეალობას, გაურბიხავთ სიმართლეს. ხო, რეალობას გაურბიხავთ. აბა ვინ აბარებთ გაკვეთილს, ხა ვინ მოყვებით დღევანდელ ცხოვრებას. გაურბიხავთ ურთიერთობას, მეგობრებო, ნახეთ. ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში უკვე შეიძლება ახალი ადამიანებიც უკვე შემოსული არიან, მეგობრებო. მოდი ასე ვიტყვი ახლა. მაგრამ თქვენ გაურბიხართ, საუბარს გაურბიხართ, გაცნობას გაურბიხართ, ხო, კონტაქტს გაურბიხართ. აი ადამიანი რო გაიცნოთ, ისიც არ გინდათ ბევრ თქვენთაგანს. ხო. ძალიან დიდი შიში გაქვთ ამის. კი, თქვენ ცხოვრებაში არის ადამიანი. თქვენ ცხოვრებაში არის ესეთი ადამიანი, მეგობრებო. თქვენ ცხოვრებაში უკვე ვიღაცასთან მოხდა ეს ნაპერწკალი უკვე გავარდნილია უკვე, მეგობრებო. ეს უკვე მოხდა თქვენ ცხოვრებაში.
არ ვიცი ხა ვისთან რა მოხდა, მაგრამ კი. ეს უკვე მომხდარია თქვენ ცხოვრებაში, აი ნახეთ მეგობრებო. ხა. მაგრამ შეიძლება გაურბიხართ, შეიძლება შეგნებულად გაურბიხართ, უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ ეს თუ აი ეს ადამიანი ვინც თქვენია და უბრალოდ გაურბიხართ. ხო, ესეთი შეიძლება იყოს. ძალიანაც კარგი. კი, მეგობრებო. თქვენი მეორე ნახევარი, მოდი ასე ვიტყვი. თქვენთან სადღაც ახლოს არის უკვე ჩემო ძვირფასებო. თქვენი მეორე ნახევარი, სადღაც ახლოს არის. ჰათუჰა უკვე? ჰათუჰა მეგობრებო. ძალიან მაგარია. ხო, იმიტომ რომ ისკრა უკვე იყო. აი ეს ნაპერწკალი უკვე იყო. Si è vero, ma come sarà adesso? Tu come stai, Anna Maria? ხათუ გაიხარე, ჩემო კარგო, ხათუ მიყვარხარ ძალიან. მოკლედ მეგობრებო, ნუ რა ვქნა, კი, აი ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან მომხიბლელები ხართ. ძალიან ისეთი გულის ადამიანები მიყურებთ. კი, ესეთი გულის ადამიანები, როგორი დაჩაგრულები, შეიძლება ხა არ მიწყინოთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ დატანჯულები ხართ მეგობრებო. კი. ბევრი თქვენთაგანი ძალიან დიდ ტკივილ გამოვლილი ადამიანები ხართ. უმეტესობა, მოდი ასე ვიტყოდი. ანა მარია, ქართული ისედაც მავიწყება და მაცადე, აქ ქართულის ლაპარაკი მაინც მაცადე. მეგობრებო, არ ვიცი, რამდენმა გაიგონეთ წეღან რაც ვთქვი. გინდათ გაგაცინოთ, მე მგონი არ გაუგონია ბევრს. ჩემო ძვირფასებო, მე მგონი ბევრს არ გაუგონია წეღან, აი დასაწყისში რა ვთქვი. ხვალემდე ვერ მოვითბენ, უნდა გავიმეორო, მეგობრებო. ხო. ვიცით გუშინ რა მოხდა? გუშინ არა დღეს, მეგობრებო, დღეს დილით შევედი, ხათო. დღეს შევედი დილით YouTube-ზე. ხათო იმედია აქ ხარ. შევედი YouTube-ზე დღეს და დამხვდა ესეთი კომენტარი, ორი კომენტარი. ერთი იყო, პირველი იყო ესეთი, მეგობრებო. ნამეტანი ბუქსაობდა არ მომწონს. მეგობრებო. ხო, აი ესეთი კუმ გამოყოფეხი მეგობრებო, მაგრამ მანიკური არ მქონდა მზად. ლამის თითი მივაჭერი, მაკრატელი მქონდა ახლოს მეგობრებო. ხო, გაიგონე ხათო რა ვთქვი. ხო, აი ესე მეგობრებო, ნამეტანი ბუქსაობდა არ მომწონსო. არ ვიცი რატო გიშლით მესიჯს. ხო, და მეორე მიწერს ესეთ კომენტარს, მეორე კუ. ნერვებს მიშლის თქვენი კარტის ჩეხვა და ვტოვებ ყოველთვისო. ერთიც მივაბლოკე და მეორე მივაყოლე მეგობრებო. აი ასე. ოხ, რამ ხელად კივილები გაქვთ, რამ ხელა. ესე იგი მეგობრებო, ეხა უყურეთ როგორი ადამიანები ხართ თქვენ. ქალბატონები თუ მიყურებთ, აი გეუბნებით, შარვლიანები ხართ, პროსტა. მამაკაცად დაწყებული და ქალად დაბადებულები ხართ. ბიჭად დაწყებული და გოგოთ დაბადებულები ხართ. ხო. ხო, მაგან დაწერა და მე მის დაწერილზე იმდენი ვიცინე, სიცილით წავშალე და დავბლოკე. აბა რა. მოკლედ მეგობრებო, ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო, უნდა გაუშვათ. ეს ყველაფერი უნდა გაუშვათ, ჩემო ძვირფასებო, უნდა გაუშვათ. ვერ ხვდები რაზე უნდა გავშალო დღეს. მეგობრებო, დღეს გვაქვს ძალიან დაბნეულობა.
გაიხარე მორიელი. მორიელი, შენ მაინც ხომ მიცნობ. ხო, აქ ბევრი მიცნობს. მორიელი მიცნობს. ხათუნა მიცნობს. აქ ძალიან ბევრი ადამიანი მყავს დამეგობრებული. ჩემო ძვირფასებო. ძალიან ბევრი ადამიანი მყავს აქედან დამეგობრებული. არ გეგონოთ მართლა უკარება ვიყო. მეგობრობა ძალიან მიყვარს და ძალიან ერთგული ვარ. მეგობრობით ერთგული ვარ. კი. გაიხარე მორიელი, გაიხარე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა დამიწერეთ ვის რა თემა გინდათ რომ ვისაუბროთ. მე კარტი არ მაძლევს ამის საშუალებას, ასე აი. აი მეგობრებო. მხოლოდ შენ. მხოლოდ შენ და მხოლოდ შენ. ჩემო თურფალამაზო. მეგობრებო, ვის რა თემა გინდათ, ვინც პირველი დაწერთ, პირველი საჯარო ლაივი იქნება მის სასურველ თემაზე. გელოდებით. ორი კვირის სიტუაცია. რა მოხდება ორ კვირაში? კარგი, გავაკეთოთ რა მოხდება ორ კვირაში. სათაური რას უნდა ელოდოთ ორ კვირაში? კი ბატონო. დავწერო უნდა ოღონდ. რას უნდა ელოდო ორ კვირაში? რა მოხდება ორ კვირაში? ორი კვირის ვადაზე. კი ბატონო მეგობრებო და დავიწყოთ. ესე უფრო ადვილია. დავიღალე დღეს. დღეს რაღაცა ძალიან აი ეხლა მეგობრებო, ესე გავაკეთებ ყოველ საღამოს. თითო ადამიანების სასურველ საჯარო ლაივს ჩავწერ. ჯერ დავიწყებ უფრო ახლობლებით. აი ჩემს სამეგობრო წრიდან დავიწყებ და ესე გავყვები ნელ-ნელა. თითო ყოველ დღე თქვენ სასურველ საჯარო ლაივს ჩავწერ. აი თქვენ რასაც დამიწერთ იმას. ხო, ეთყობა ანა მარიას ეყოფა კი? მოკლედ მეგობრებო. ერთი წუთით. მოკლედ ჩემო მეგობრებო, დავიწყოთ ეხლა. ორი კვირის პროგნოზი. ორი კვირის პროგნოზი მეგობრებო. ორი კვირის პროგნოზი. რა სიახლეები მოხდება ორ კვირაში? ესე გადავაბრუნებ. რა სიახლეები მოხდება ორ კვირაში? დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ ეს სიტყვა რამდენი ხანია უკვე ეს ტერმინი არ გამომიყენებია. ვის ჩაი, ვის ყავა, ვის წყალი მეგობრებო? გადმოვარდა კარტი. ხო. ეხლა დავიწყებ თქვენი დახასიათებით, თუ როგორ ენერგიებში იმყოფებით მეგობრებო. დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენ? რა იქნა მეგობრებო? ნუ რა იქნათ? ნუ რა იყო ეხლა ეს ანა მარია? ეს ხარ შენ? რა იყო ეს? ეხლა ისეთ ენერგიებში ხარ, ჩემო კარგო. ძალიან ბევრი პრობლემები გაქვთ მეგობრებო. აი ამ წუთას ეს ნგრევები ხართ, ნგრევებში ხართ, კოშკი გაქვთ. კოშკი გაქვთ. კიდევ თავს გძნობთ მოტყუებული. აი ზუსტად რითაც დავიწყეთ იმ ორი დასტით.
კარნახის დასტით, მეგობრებო, აი ზუსტად ისეა. ვიღაც ადამიანიდან ძალიან დიდი მოტყუებული დარჩით, იმედ გაცრუებული დარჩით. ეს ადამიანი შეიძლება იყოს 21-დან 35 წლამდე ასაკის. ვისგანაც დარჩით იმედ გაცრუებული, დავუშვათ პლუს მინუს 5 წელი 40 წლამდე, მეგობრებო. ხო. ძალიან დიდ გულის ტკივილებში ხართ, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა? მოკლედ, საკუთარი თავის ასარგებლოდ, მეგობრებო, ძალიან ბევრი ხერხის გამოყენება გიწევთ, რომ თითქოს ვიღაცას რაღაცები დაუმტკიცოთ. არავის არაფერი არ დაუმტკიცოთ, მეგობრებო. არა. როგორ ენერგიებში ხართ? ხო, გეუბნებით, ადამიანიდან უპასუხისმგებლობაში ხართ. ადამიანი, რომელმაც უპატიოსნოდ მოგექცათ. პარტნიორი, რომელმაც არასამართლიანად მოიქცა თქვენთან, ძალიან ცუდად მოიქცა თქვენთან. ეს შეიძლება იყოს პარტნიორიც, ბიზნეს პარტნიორიც, მეზობელიც, მეგობარიც, ქმარიც, ცოლიც, რაც გინდათ ის დაარქვით. ხო. ამ ენერგიებში ხართ, მეგობრებო. კი, ეხლა ხართ მარტო. არავინ არ გყავთ. გინდათ ბედის სცადოთ ისევ, მაგრამ ხო, კი, რატომაც არა. რატომაც არა, მეგობრებო? აი, ბატონო, საკუთარ თავთან მუშაობთ ეხლა თქვენ. ბევრი თქვენთაგანი ეხლა მუშაობს საკუთარ თავთან, კი? ბატონო. საკუთარი თავის ინტერესები, საკუთარი ცხოვრება, საკუთარი სიამოვნება, ხო. და მერე გინდათ რომ ისევ ცხოვრება გააგრძელოთ. რატომაც არა, მეგობრებო? ზუსტადაც. მანამ გააგრძელებთ, სანამ არ მიაღწევთ თქვენსას მაინც. აი ყოჩახ. ეს ჟინი მოწონს. ხო. ანუ ნახეთ, მაინც ეცდებით თქვენსას. არ ვიცი ვის რა გაქვთ ჩაფიქრებული. აქ ძალიან დიდ ფიქრს და აზრს ვხედავ და შინაარსმე, მაგრამ ვისაც რა არ უნდა კონდეს ჩაფიქრებული, მეგობრებო, აი ძალიან მაგარია რომ ესე ფიქრობთ. რომ თქვენსას მაინც მიიღებთ, თქვენსას მაინც გაიტანთ, მანამ არ მოისვენებთ. ხო, აი ზუსტადაც ამ ენერგიებში ხართ, მეგობრებო, ზუსტადაც. აი ვინც იმას და ყველას იმას დაუბრუნებთ, ვინც რა დაგიშავათ. ვინც როგორ უპატიოსნოთ მოგექცათ, ვინც აგრიათ და დაგრიათ, ვინც დაგაკლოთ სითბო და სიყვარული, ვინც მეგობრებო არ ვიცი, აქ ძალიან დიდი შინაარსია. თქვენ თქვენსას მაინც მიიღებთ, ეს შეიძლება ეხებოდეს პარტნიორსაც, მეზობელსაც, მეგობარსაც, აი რაც გინდათ ის დაარქვით. ხო, ამიტომ ესეთ ენერგიებში ხართ, ბრძოლის ენერგიებში ხართ, მეგობრებო. ბრძოლის. და ძალიან კარგია ეგ. მოდით, ახლა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. 2 კვირის პროგნოზი. რა მოხდება ამ 2 კვირაში? დღეს არის 7. 7 რიცხვიდან გადათვალეთ ახლა 2 კვირა, მეგობრებო. ხო. რა მოხდება 2 კვირაში? და დავიწყოთ. მოკლედ, თუ კი რა მოხდება, მეგობრებო? ბევრ თქვენთაგანთან ახლა არის რაღაც ფინანსები დაკეტილი. ამის გამო რაღაც ძალიან დიდ უსიამოვნებას გრძნობთ შინაგანად. ხო, ძალიან კრიზისი გაქვთ ახლა. შეიძლება დააბანდეთ სადმე ფული და ვერ დაიბრუნეთ. ფინანსები ზოგადად არის ჩვენი ძალა, ენერგიის წყარო. ამიტომ ესე ხართ კი, რაღაც არ გაგიმართლათ. თუმცა, მეგობრებო, ხო, ამის დავიწყებაც გინდათ, არ აქცევთ, აღარ გინდათ რომ ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციოთ, ან გაეკიდოთ, არა. უბრალოდ რაღაც არ გაგიმართლათ, რაღაც შანსი ვერ გამოიყენეთ, ან არასწორად გამოიყენეთ. ასე ფიქრობთ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამასაც ფიქრობთ და ყველაფერი გადაივლისო. აი საკუთარ თავს თქვენ თვითონვე, მეგობრებო, აწყნარებთ, კი. თუმცა ამ ყველაფერს ასე შორიდან უყურებთ, კი. რა მოხდება 2 კვირაში? რა მოხდება 2 კვირაში, მეგობრებო? მოხდება ის, რომ თუ კი ამ ყველაფერში, ამ თქვენ გულის ტკივილში ადამიანის ან კერძოდ ადამიანების ხელი ურევია, მეგობრებო. ხო? ეს არის ტყუილი, მოტყუებულები დარჩით რაღაციდან, ნახეთ? და ვისგანაც მოტყუებული დარჩით, ეს ადამიანი აი ესე გიყურებთ, მეგობრებო. და რა მოხდება 2 კვირაში და თქვენი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყება.
კიდევ კი შემოდის თქვენ ცხოვრებაში სულ სხვა მოლაპარაკებები, სულ სხვა სიტუაციები შემოდის მეგობრებო. ამ ნერვიულობის ფონიდან გამოდიხართ და აი ნახეთ როგორ დამშვიდდებით, სიმშვიდეში გადადიხართ მეგობრებო. ამ ორ კვირაში თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. თუ ხართ ახლა აფორიაქებულები, თუ გაქვთ შფოთვები, თუ გაქვთ ღამის უძილობა, ვერ შეიძლება თავიც გტკიოდეთ. აი ხო რაღაცნაირად ხართ, რაღაც აი შინაგანად რაღაცა ვერ ხართ, ხო მეგობრებო? ამ ყველაფრის ბალანსში მოხვა, ამ ყველაფერზე ბალანსში მოხვათ. სიმშვიდეს იგრძნობთ კი. ძალიან დამშვიდდებით. კიდევ რა მოხდება ორ კვირაში? ხო, აი ნახეთ მეგობრებო. იმ თქვენ სურვილების ასრულებას დაიწყებთ. დაიწყება ყველაფერი უკეთესობისკენ. რაც აქამდე უსამართლობა იყო თქვენთან მეგობრებო. რაც უსამართლობა იყო, ყველაფერი შეიცვლება კარგისკენ. ეს მოხდება უეცრად. ორი კვირაც უკვე რაღაცა მეგობრებო კი. ორი კვირაც უცება. აი ზუსტად. რა შემოვა ორ კვირაში თქვენ ცხოვრებაში? რას უნდა ელოდოთ ამ ორი კვირის მანძილზე? რაზე ფიქრობთ მეგობრებო? რაღაც ახალი გზების გამოჩენას ელოდებით, ახალი ურთიერთობის შეიძლება, ახალ გზებს ეძებთ, ახალ ალიანსებს ეძებთ, ახალ მეგობრებს ეძებთ, არა უბრალოდ გაიცნოთ გინდათ. ხო, რაღაც გზებს ეძებთ. წინ წასასვლელ რაღაც გზებს ეძებთ მეგობრებო. არ ვიცი ვინ რას ეძებთ, მაგრამ გზებს ეძებთ კი. მოკლედ, თუ კი ურთიერთობაში გაუგებრობა გაქვთ მეგობრებო, ამ გაუგებრობიდან გამოსავალ გზებს ეძებთ. და მე გირჩევთ, რომ თქვენ აქ არაფერი არ გააკეთოთ მეგობრებო. თუ დაიჯერებთ, ხო კარგია და თუ არ დაიჯერებთ, ესეც მერე თქვენ თავს დააბრალეთ. თუ კი რომელიმე თქვენთაგანმა იფიქრეთ, ამ ურთიერთობაში რაღაცის გაკეთება მეგობრებო, ეს იქნება ყველაზე დიდი დანაშაული. არასწორი. ხო, იმიტომ რომ ეს თქვენ აღარ უნდა გააკეთოთ. თქვენ რაც შეგეძლოთ უკვე ყველაფერი გაკეთებული გაქვთ. თუ კი დასრულდა ურთიერთობა, ეს დასასრულებელი იყო მეგობრებო. ხო. უყურეთ რატომ დასრულდა ეს ურთიერთობა. ადამიანმა ყველანაირი ხერხი გამოიყენა. აი ამ ყველაფერთან რომ მოსულიყო, აი აქამდე რომ მისულიყო საქმე. აი თავისი ხელით გააფუჭა ურთიერთობა. აი თქვენმა პარტნიორმა მაგალითად მეგობრებო. ყველანაირი ხერხი გამოიყენა ამისთვის, კი? აი ხო, თუმცა უყურეთ ახლა რა ხდება აქ. ხო, ყველაფერი გააფუჭა მეგობრებო ამ ადამიანმა. ხო, ყველაფერი გააფუჭა, ხო, ყველაფერში ნაცარი ჩაყარა, ცეცხლზე ნავთი გადაგაროთ მეგობრებო. ხო, თვითონ წავიდა, ნუ რაც ქნა, რაც გააფუჭა მეგობრებო, ახლა თვითონ მოვა და გაასწორებს. თვითონ გამოასწორებს. ეხლა თქვენ გინდათ თუ არა უკვე ამის გამოსწორებული საქმე, ესეც თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თვითონ მოვა გამოსასწორებლად, მოდის გამოსასწორებლად. აი მეგობრებო, თქვენსკენ აქეთ აქ პირი. აქეთ აქ პირი. აქეთ. ხო. ეხლა უნდა რომ ყველაფერი თვითონ გამოასწოროს. მაგრამ ეხლა თქვენ რამდენად გინდათ უკვე ეს ადამიანი, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ისე საინტერესოა. მოდი ვკითხოთ აბა კაცს. ამ ორი კვირის მანძილზე ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რას ეცდება? აი რას გააკეთებს ამ ურთიერთობის გამოსასწორებლად? პრობლემების გადაჭრა. ხო, ისევ საკუთარი თავის ასარგებლოდ მეგობრებო. ხო, ისევ საკუთარი თავის ასარგებლოდ. მხოლოდ მას როგორც არ გია ისე, მას როგორც უნდა ისე. ხო, ასე კი. არა მეგობრებო. არა. განმეორებითი შეცდომები. მერე ისევ დაიკარგება.
ალბათ თქვენი გულის მოსაგებად მოვა, თქვენგან ძალიან დიდ ენერგიას ღებულობს ეს ადამიანი. მეგობრებო, ამ ორ კვირაში გამოჩნდება, ანუ თუ მიიღებს იმას, რაც მას უნდა და თქვენ თუ კი ამ ადამიანს მიიღებთ, მეგობრებო, უბრალოდ ახლა უყურეთ კარტი რას გეუბნება. თუ კი თქვენ ამ ადამიანს მიიღებთ, ეს მოდის. ეს მოდის, მეგობრებო, კი. ეს მოდის. და თქვენ თუ კი მიიღებთ ამ ადამიანს თბილად და ისე ვისე მიიღებთ, როგორც იყავით, ეს ადამიანი მიიღებს თავის კმაყოფილებას, თქვენგან კიდევ წაიღებს ძალას და ენერგიას და ამ დროს დაახვევს ისევ დაიკარგება, მეგობრებო. ხო. აი ასე. გაიძვერულად ისევ ტყუილებით მოდის, თავის ენერგიას აიღებს, იმ ენერგიას აიღებს, რომელიც აკლია უკვე მას, დააკლდა, არ აქვს, აღარ აქვს. თქვენი არ ყოფნით, თქვენი ენერგია აღარ აქვს. ეს ადამიანი როგორც ჩანს არის ენერგო ვამპირი, ასეც არის. ბედია, თუ ბედია, ესეთი ადამიანი ბედად გინდათ, საინტერესოა. როგორ ფიქრობთ, ეხლა მეგობრებო, აბა დამიწერეთ, როგორ ფიქრობთ, ესეთი ადამიანი ვინმეს ბედად უნდა? მოვა გამოგაცლით სასიცოცხლო ენერგიას და აი ესე ცარიელი ქაღალდი როა ფოთოლი, აი ზუსტად მე რო ვიყავი წლების უკან. ისე მოგიქნებთ ჰაერში, გაიარს და წავა. მერე თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება უნდა იწვალოთ, რომ თქვენი ძალა დაიბრუნოთ და ფეხზე რო დადგეთ. ხო. ხო, აი მაგას ვამბობ, არ ამგონია რომ ვინმეს უნდოდეს. კარგით, მოდი ახლა მინდა ვკითხო კაცს. კაი, ესე მოდის და ესე ფიქრობს. ხო. ახლა თუ არ მიიღებთ ამ ადამიანს თქვენ. რა თქმა უნდა, მურიელ. მოდი ახლა მინდა ვკითხო კაცს. აი ამ ორი კვირის ხო, აი მოვა. აი თუ არ მიიღებთ ამ ადამიანს, რა მოხდება ამ შემთხვევაში? თუ არ მიიღებთ ამ ადამიანს, რა მოხდება ამ შემთხვევაში? რა მოხდება, მეგობრებო, და ეს ადამიანი წავა? წავა, მეგობრებო, წავა და წავა ბოღმით, წავა შურით, წავა ღვარძლით, გაბრაზებული წავა, მეგობრებო. მაგრამ თქვენ მიხვდებით უკვე, მეგობრებო. თუ როგორ იტყუებდით ამ ადამიანთან დაკავშირებით თავს, აი მეგობრებო. აი მეგობრებო. ხო, თავისას რო ვერ მიიღებს, რაც მას უნდა. აი მიდის წასვლის კარტია, აი წასვლის. ღვარძლიანად მიდის და კუდამოძუებული მიდის, მეგობრებო. ეხა არ ვიცი, მეგობრებო, ეხა საჯარო გაშლა ეს და კი იცით, რომ აი ყველასთან ერთნაირად ვერა, მაგრამ უბრალოდ თქვენი სიტყვა დაიჭირეთ. თქვენი სიტუაცია დაიჭირეთ. აი მეგობრებო. დაბალი დონის ადამიანი. ესეთ ადამიანთან ეხლა არ ვიცი მეგობრებო, თქვენი გადასაწყვეტია. ხო. აი ასე, თუ არ მიიღებთ ამ შემთხვევაში, ასე წავა მოტყუებული, იმედგაცრუებული, გაბომჟებული, ქალებიც ბომჟდებიან და მამაკაცებიც კი. აი წავა ესე გაბომჟებული. ოღონდ წავა ასე, ქედმაღლურად წავა. აი ესე წავა, მეგობრებო, არ გეგონოთ რომ დაგანახოთ თავისი შინაგანი სამყარო. მაგრამ აი ესეთია შინაგანად. განადგურებული, ჩაქვესკნელებული, მეგობრებო. მოდი აბა ვნახოთ, თუ კი არ მიიღებთ ამ ადამიანს, თქვენ რა ამ დროს? აი თქვენ თუ კი არ მიიღებთ ამ ადამიანს, თქვენთან რა? თქვენ რა სიტუაცია გექნებათ? აი თქვენ. თქვენ რა მეგობრებო? თუ კი არ მიიღებთ ამ ადამიანს, თქვენთან რა? ერთი წუთით. ხო, აი უყურეთ, იმდენად უკვე იგრძნობთ, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი თურმე როგორ გატყუებდათ, როგორ ძალას გაცლიდათ, ვის გამო როგორ ყოველთვის კამათობდით, ან მასთან კამათობდით, ხო, ვის როგორ ეხლა, სულ რო დაპაუზებული იყავით, მეგობრებო, სულ რო გულის ტკივილში იყავით, ძალა გამოლეული იყავით და აი ამ ყველაფერს უცებ წამებში გადახარშავთ გონებაში და მიხვდებით, რომ როგორ მოტყუებული იყავით მისგან. თქვენ რა?
დატოვებთ ამ ყველაფერს მოგონებებს წარსულში. ხო, და თქვენ ცხოვრებას გააგრძელებთ უკეთესობისკენ, მანამ სანამ არ მიაღწევთ თქვენს თავისუფლებას, სულიერს, მორალურს თუ ფიზიკურს, რაც გინდათ ის დაარქვით, მეგობრებო, რომ დაისვენებთ მერე ამ ყველაფრიდან. ამ ყველაფრიდან რომ განთავისუფლდებით, აი კიდევაც დაისვენებთ, მეგობრებო. აი ბოლოს სიტყვა წერია, არ დადეგები. არ დადეგები, დაისვენებთ. რა შემოდის ორ კვირაში? რა შემოვათ ცხოვრებაში ორ კვირაში? რა შემოდის ორ კვირაში? მეგობრებო, უყურეთ. თუ კი გქონდათ რაღაც მატერიალური პრობლემები, ან თითქოს რაღაც არასწორად ხარჯავდით ფინანსებს, აი რაღაც აი გაუთვალისწინებლად ხარჯავდით ფინანსებს, დაუკვირდით ამ ფინანსებს, მეგობრებო. ხო, აი რაღაცნაირი ინტერესები გაქვთ თითქოს ფინანსებთან დაკავშირებით შეიძლება, მაგრამ ხო, აი სიახლები წამოვა. იქნებ თქვენ თვითონაც გამოიგონოთ რაიმე ახალი ფინანსებთან დაკავშირებით, მეგობრებო. თუნდაც არ იყოს ფინანსები, სხვა რაიმე შეიძლება ახალი გამოიგონოთ, წამოიწყოთ, დაიწყოთ. იფიქროთ ახალი შექმნაზე რაღაცებზე, რასაც ეხლა იფიქრებთ ამ ორი კვირის მანძილზე, მეგობრებო. რაიმეს წამოწყებას, დაწყებას, აუცილებლად დაიწყეთ, რადგან გამოგივათ. გამოგივათ. მე ვფიქრობ ერთი რაღაცის დაწყებას და რის დაწყებას ვფიქრობ, ამას ბოლოს გეტყვით, მეგობრებო. როცა დავამთავრებთ საჯარო ლაივს. რას ვფიქრობ, ამას გეტყვით. აი, მეგობრებო, კი, რასაც დაიწყებთ ამ ორ კვირაში, აი ორი ტუზი ერთად, მეგობრებო, აუცილებლად გაამართლებს. ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იყოს. აი რაც გინდათ, ეს აი ზუსტად ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ წინა საჯარო ლაივში იყო ესეთი თემა, რომ რაღაცის ნიჭი გაქვთ და უნდა დაიწყოთ. აი დაიწყეთ, მეგობრებო. დაიწყეთ. დაიწყეთ. აი ქვემოდან რა კარტია, დაიწყეთ. იმუშავეთ ამაზე, რაც გინდათ, მეგობრებო. ძალიან დიდ ფინანსებს მოგიტანთ, ხვავს და ბარაქას მოგიტანთ, მეგობრებო. დაიწყეთ. მეც ვფიქრობ რაღაცის დაწყებას. აი ერთი სული მაქვს, როდის გეტყვით, მეგობრებო. კი. გეტყვით, აუცილებლად გეტყვით. სტაბილურობას მოგიტანთ, ჩემო ძვირფასებო. კი. მორგანა, მოხვედი? აი მოვიდა მორგანა. კიდევ მოდი, აბა რა ვკითხოთ ახლა კიდევ კარც. რა შემოვა ორი კვირის მანძილზე? სიახლები, მეგობრებო და ადამიანების დახმარება. შეიძლება კერძოდ ერთი ადამიანი, ვინმე აი ესე მოვიდეს თქვენთან და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ერთი, ორი ადამიანი შეიძლება ზოგადად ადამიანები შემოვიდნენ ისეთი ადამიანები თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდონ. გამოგიწოდოთ. კი. კი, მეგობრებო, ძალიან ბევრი სურვილები აგისრულდებათ. აი დაიწყებს უკვე ამ ორ კვირაში თქვენი სურვილები უკვე ასრულებას. კი, აი ნახეთ, ეს ისაა ზუსტად რაზეც იმუშავეთ აქამდე. აი ეს ისაა ზუსტად რაზეც იბრძოლეთ აქამდე. აი რაზეც ნერვიულობდით, რასაც ორგანიზაცია გაუკეთეთ, მეგობრებო, ან რეორგანიზაცია, რაც რაღაცა შეცვალეთ თქვენ ცხოვრებაში, ან რაღაცა ჩაანაცვლეთ თქვენ ცხოვრებაში. კი, მეგობრებო, არ გეგონოთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს, კი. აი მეგობრებო, უყურეთ ახლა რა მინდა გითხრათ. უყურეთ ახლა რა მინდა გითხრათ. თქვენ ცხოვრებაში ამ ორი კვირის მანძილზე ვადაში შემოდის
კიდევ ცადეთ რაღაც სიყვარულთან დაკავშირებული ურთიერთობასთან დაკავშირებული ამბები მოიჩქარის თქვენთან, მინდა ესე გითხრათ. ეს შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობაც და ეს შეიძლება ძველი პარტნიორის დაბრუნება ურთიერთობაში. ეს შეიძლება იყოს კიდევ პარტნიორი, რომელსაც ესაუბრებით და ჯერ არ გყავთ ნანახი და შეხვედრა გიწევთ ამ ადამიანთან და ანუ ვის რა სიტუაციაც გაქვთ მეგობრებო, ხო? აი ამ სიტუაციის გაუმჯობესება თუ არ გინდათ წარსული, ამ შემთხვევაში ახალი ადამიანის შემოსვლა გაქვთ. აბატონო პასუხი. მე მგონი დამაკმაყოფილებელია პასუხი. კი, ეცდებით, კიდევ ეცდებით. რატომაც არა მეგობრებო, საუბარს რა თავი უტკივა, ეცადეთ. ხო, თუ არ მოგეწონებათ და მე შეგიძლიათ დაშორდეთ. არაა პრობლემა დღეს. საუბარი ყველასთან შეიძლება. შეიძლება მეგობრულათაც გაიცნოთ ადამიანი, უბრალოდ მართლა მეგობრები იყოთ მთელი ცხოვრება. რა პრობლემაა? რა შემოდის ორ კვირაში? ახალი შესაძლებლობები, ახალი ურთიერთობები. თუ პრობლემები გაქვთ თქვენს არსებულ პარტნიორთან, იმასთან ურთიერთობის დალაგება. ეხლა თუ 10 წელი და 15 წელი ადამიანი და დიდი ხანია თქვენთან არ გამოსულა მეგობრებო კონტაქტზე და ეხლა რაღაცნაირი სიტუაცია გაქვთ, ეხლა ამ სიტუაციასაც მოერგეთ, ეხლა თქვენ თვითონ მიხვდებით, რასაც ვსაუბრობ მე. ხო. რაღაც ახლებური მიდგომა ურთიერთობაში, პარტნიორობაში. კი, რაღაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება მეგობრებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია ახლა ვინ როგორ მოიქცევით, თორემ ახალი რაღაცა შესაძლებლობები, ახალი გზები, შეიძლება საერთოდ ახალი ურთიერთობებზეც საუბრობდეს. ბევრი რომ ხართ, ამიტომ ყველანაირს ვახმოვანებ მე, ვაჟღერებ მეგობრებო. ხო. ხო, აი ნახეთ. აი ახლა ეს კარტი და ეს კარტი რო დაუკავშიროთ ახლა ერთმანეთს. ანუ ნახეთ რა ხდება ახლა აქ. იქ სადაც ურთიერთობაში იყო რაღაც პრობლემები, სირთულეები, აქ შეიძლება იყოს ღალატიც. ეს შეიძლება იყოს ოჯახური პრობლემა და ოჯახში იყო ღალატი რომელიმე პარტნიორიდან. არ გამოურიცხავ არც ამას მეგობრებო. კი, სადაც იყო ცვალებადი ხასიათები, ძალიან გადაჭარბებული ეგოისტობა რომელიმე პარტნიორიდან, ხო? არ გამოურიცხავ ორივედანაც, მაგრამ უმეტესობასთან უფრო რომელიმე ერთი პარტნიორიდან. ასეთ ურთიერთობაში მეგობრებო, რაღაც ახალ გზებს გამოძებით, რაღაც ახლებურად სხვანაირად მიუდგებით ერთმანეთს. კი, ბევრმა შეიძლება დაბრუნდეს ოჯახში, ბევრმა შეიძლება იფიქროს ოჯახის შექმნაზე. ეხლა ვის რა გაქვთ მეგობრებო? ყველას ერთნაირად არ გაქვთ, ხო? ღალატე, მოღალატე, ანუ ინტრიგები, მოღალატე, აფერისტი, დანაკარგები, მეგობრებო, ახლა ყველა სიტყვას არ გავეკიდოთ. ღალატი არ ნიშნავს მარტო იმას, რომ ადამიანი პარტნიორთან წავიდეს. მარტო ეს არაა ღალატი სიტყვა. ღალატია ყველაფერი. სხვას რო გაუხედავს და თვალს რო გააყოლებს, ისიც ღალატია, მეგობრებო. ღალატის სიტყვა ძალიან ბევრნაირად განიმარტება. საღამო მშვიდობისაა. ეხლა აქ ჩემი სიტყვით ნუ დააყრით ერთმანეთს. ხო. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ აი შეხედეთ თქვენ სიტუაციას. ხუცურა ისეთი მოღალატეა. ხუცურია ისეთი მოღალატეა. ნუ ახლა არიან მოღალატე ადამიანები კი, ყველაზე საცოდავად მიმაჩნია მე ესეთი ადამიანები. მე მაგალითად ხო, თუ კი რაიმე ურთიერთობაში რაღაც გადადებით სიტუაცია, ან ოჯახის შექმნა გადადებით, მეგობრები, ხო, უყურეთ კიდევ რას ვიტყვი. ხო, ამ ურთიერთობაში თუ კი დაოჯახება გადადებით, თუ კი შერიგება გადადებით, თუ კი სადმე რაღაც გადადებით, წასვლა გადადებით, ან ნიშნობა გადადებით, რა გადადებით, მეგობრებო? აი, რა გადადებით ურთიერთობაში, ხო, რაც გადადებით, მეგობრებო? ამ გადაწყვეტილებას კიდევ ესე გააგრძელებთ. ხო. ცოტა ხანი კიდევ გააგრძელებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა არ იფიქრებთ ამ ყველაფერზე, მაგრამ რაღაც პერიოდი კიდე გადააჩოჩებთ ცოტა დროს იქ. ვადას გადააჩოჩებთ, ვადას, მეგობრებო.
იმიტომ რომ სამუშაო გაქვთ ურთიერთობაზე. ახალი გზები უნდა გამოძებნოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გამოძებნოთ. უნდა რაღაც გააუმჯობესოთ ეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობაზე უნდა იმუშაოთ, ხო? ხო და ეხლა ესე უცებ თუ გქონდათ დაგეგმილი მეგობრებო, დაოჯახება და ამხელა ბზარია ურთიერთობაში, მოიახლა და ვიქორწინოთ. ამას ხო არ ისამთ არა? თუ არ მოაგვარეთ ეს ყველაფერი ნელი ნაბიჯებით, არ გამოვა, ხო? ესე უცებ. ხო. აი ესა უბრალოდ კიდევ ცოტას გადააჯოჯებთ, კი, მეგობრებო. ხო, ნახეთ? ამ ყველაფერზე იფიქრებთ, ეცდებით, ამ ნერვიულობის შემდეგ, ამ ყველაფრის შემდეგ ურთიერთობის და სიტუაციის გაუმჯობესებას ეცდებით. ეს ნგრევის კარტია, მაგრამ ეს დასაწყისის კარტიცაა, მეგობრებო. ახალი ძველის დასასრული და ახალის დასაწყისი. ხო, აი ამ ნგრევის კარტის შემდეგ, აი ესეთი აქტიურობის კარტი, თქვენი პარტნიორი, აი ნელ-ნელა, ნელი ნაბიჯებით, მეგობრებო, დაიწყებს უკვე აქტიურობას, რაფერ მიკვირს ნეტა თქვენ იცოდეთ. კი, მეგობრებო, აი სამყაროს ესე აქვს გადაწყვეტილი. აი ნახეთ, როგორ დაჯდა ეს კარტიც. ნგრევის კარტი, აი ნახეთ, მეგობრებო, უბრალოდ რა ლამაზი სურათია. კოშკის კარტი, დასასრულის და დასაწყისის კარტი, აქტიურობის კარტი, სამყაროს კარტი და ოჯახი. ნახეთ, როგორ დაჯდა უბრალოდ. ამასაც მივაქციოთ ყურადღება. ხო. ხა თუ იზარმაცებთ ურთიერთობაში, არაფერი გამოგივათ, მაგრამ ამ ორი კვირის მანძილზე, როგორც ვხედავ, მე და ყოველთვის აქტუალურია უფრო ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა თემა, აი ამას ეს შეგიძლია მოაგვაროთ, მეგობრებო. ოღონდ არა უცებ ქორწინებით. არა, ამით არა, მეგობრებო. აქამდე უნდა მიხვიდეთ ნელი გაუმჯობესებით. უცებ დაეტაკო ადამიანს და მოდი ეხლა ვიქორწინოთ და ხვალე ვიქორწილი, არა, მეგობრებო, ესე არ გამოვა. ესეთი არ გინდოდეთ. აი თქვენმა პარტნიორმაც რო დაგაძალოთ, ეხლა მეგობრებო, ვიცი რომ სულით და გულით გინდათ და თანახმა იქნებით ამაზეც, მაგრამ არ გამოვა ესე. არ გააკეთოთ ესე. ხო. და შეიძლება ორ კვირაში. ხო, აი იყოფმანებთ. კი, იყოფმანებთ, იმიტომ რომ უცებ არაფერი არ შეიძლება. დააბალანსებთ ამ ურთიერთობას, მიაწყნარებთ ამ გულის ტკივილს, ამ გაუგებრობასაც მიაწყნარებთ, მეგობრებო. და მერე ჰოპ და გადავხტეთო იტყვით. აი ზუსტად, აი მერე უცებ გადაწყვიტავთ. კი ბატონო, აი მივესალმე, აი მეგობრებო, სადაც დაიშთა ესეც. აი მივესალმები მე ასეთ ოჯახი შექმნას. აი ასე. და ბოლო კარტები აბა როგორ ამოვა, რას გვეტყვის კიდევ ამ ორი კვირის ვადაზე, რას გვეტყვის? რას გვეტყვის? ხო, მეგობრებო, იმ ყველაფერზე რაზეც არეულ-დარეულები ხართ ეხლა. გავიმეორებ, მეგობრებო, ეხლა უყურე დავკონკრეტდები, ეხლა რაღაცებს ეხლა დავაკონკრეტებ. თუ კი რაიმე ადამიანებმა მოგპარეს, თუ კი რაიმეს ქურდობა იყო, ეს ნიშანდობლივ შეიძლება არ იყოს ნივთის ქურდობა. აი ქურდობა კიდევ იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, ჯიბეში ხელი ჩაუყო ადამიანს და რაიმე ამოუყო, ამოაცალო და მოიპარო და წაიღო. არ ვიცი თქვენ თუ გახსოვთ, მე მქონდა ერთ საჯარო გაშლაში ესეთი საუბარი ქურდობასთან დაკავშირებით. ქურდობა მხოლოდ ჯიბეში ხელის ჩაყოფა არაა, ნივთის მოპარვა არაა, მეგობრებო. ბედნიერების მოპარვაცა, სიტყვიერი მოპარვაცა და არ ვიცი რამდენად იცით ეს ამბავი თქვენ ეხლა. ხო, უყურეთ ეხლა როგორაა, ქურდობა არის. აი ქურდობა ნიშნავს იმას მაგალითად, აი მე მინდა რაღაცის ყიდვა და ღირს ძალიან ძვირი. თქვათ, ხო? ეხლა მაგალითად მეგობრებო ვიყიდე კაბა. კაბა ღირდა 150 € და მინდოდა ამ კაბის ყიდვა.
წავედი ახლა და ვთქვი ეს ჩემს ერთ ახლობელთან, მაგალითად, რომ ვაიმე როგორ მომეწონა ის კაბა და მინდა ვიყიდო 150 евро ღირს. ვაიმე რა ამბავიაო, რა დგინდაო მაგფასიანიო, ეგე რომ წამოდიო და უფრო იაფად იყიდიო. აი მანდ ვართ მეგობრებო. აი ესაა ქურდობა. უი ან ის პარტნიორი რას გავს გოგო, აი შენი შემადარი არა, რა დგინდა. აი ესეც ქურდობაა მეგობრებო. არ იყიდო მაგინაყინი გემრიელი არა, წამო ის იყიდე მეორე. აი ესეც ქურდობაა მეგობრებო. ამას ქვია ქურდობა. უბრალოდ მე ვხსნი ეხლა ჩემებურად. ხო. აი ესეთი ქურდობა, თუ კი იყო თქვენ ცხოვრებაში მეგობრებო, ხო? აი ესეთ ადამიანებს უბრუნდებათ უკან ყველაფერი. იცოდეთ. ხო, ვინც თქვენ ცხოვრებაში ხელი ჩარია? ჩაყო ხელი. არასწორად. ვინც მეგობრებო პატივმოყვარეობა შეგილახათ, ვინც უსამართლოდ მოგექცათ, ვინც მახე დაგიგოთ, ვინც ინტრიგები მოგიწყოთ, ზოგადად ვინც თქვენს მხრივ, თქვენზე არასწორი საქციელით, ქმედებებით და ზოგადად უსამართლოდ მოიქცა მეგობრებო. აი თქვენი გამარჯვების კარტი ნახეთ, აი ეს ხართ თქვენ. ყველაფერი უბრუნდება ამ ადამიანებს. ყველაფერი აი დოკაპეიკა რო იტყვიან მეგობრებო, ისე უბრუნდება ამ ადამიანებს და თქვენ გამოდიხართ გამარჯვებული, იმიტომ რომ თქვენ გადაიარეთ ეს პერიოდი უკვე და ისინი ეხლა შედიან ამ პერიოდში. აი ამ პერიოდში, ამ სამკარჩი წერია საკმარისი სატანჯველი მათთვის მეგობრებო. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აი ამ სამკარჩი წერია. ორგანა შენ ისეთი სახელი დაირქვი, რომ ეს ადამიანი ზუსტად მაგის მომსწრე გახდება. კი. რა იქნება ორ კვირაში? ძალიან ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებიდან წავა მეგობრებო, ამ ბოლო დროს ხშირად ვიმეორებ ამას. თქვენი ცხოვრებიდან წავა ადამიანები, იცი როგორ აი სამყარო გარეკავს იქეთ, აი ამ ცოცხით გარეკავს მეგობრებო. აი ესე გაცოცხავს. ხო. და თქვენ ხელი არ შეუშალოთ ამაში. უფალს. აი ასე მეგობრებო, აბარა. კი ასეა. ძალიან აი აქ წერია. მეგობრობის გაწყვეტა, ნელი ცვლილებები და მეგობრობის გაწყვეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცხოვრებიდან წავა ბევრი ადამიანი, იმ ადამიანების კატეგორია, ვინც ამ სამკარჩის ზის მეგობრებო. ვინც მხოლოდ ამ სამკარჩიც რომ ზის, ესეც საკმარისია. ხო. ამათი წასვლა ეხლა. მიძუნძულება, მიქუცურება, გაქუცურება თქვენი ცხოვრებიდან. ხო, მეგობრებო. აი ზუსტად, ადამიანებს, რომლებსაც ცდუნებაში შეყავდით. საყვარელი ადამიანები მეგობრებო, სხვათა შორის თქვენთვის საყვარელი ადამიანებზე ვსაუბრობ. თქვენ რომ გიყვართ ეს ადამიანები და თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ მათგან ესეთი საქციელები. აი პირი დაგრჩება ღია, თქვენ მოხვალთ ჩემთან და მე მომწერთ, მართალი იყავიო. კი, მე ვიცი რომ ეს ასე იქნება. გაგიკვირდებათ, მაგრამ არ გაირკვიროთ, იმიტომ რომ ასე იქნება. ხო, ადამიანები, რომლებიც არტისტულები იყვნენ თქვენთან, ორსახოვანი მეგობრებო. უპატიოსნო თამაშ თამაშობდნენ თქვენთან და თქვენ ვერ წხვდებით, ახლა ვიზე ვსაუბრობ მე. ბევრი თქვენთაგანი გეფიცებით ვერ ხვდებით, ვიზე ვსაუბრობ მე. ხო. აი ზუსტად. ეს ადამიანები ისეთ სიტუაციაში შევლენ მეგობრებო. ისეთ აუტანელ სიტუაციაში აი თქვენ ხო აუტანელი ცხოვრება სიტუაცია გადაიტანეთ მეგობრებო. აი ხო საშინელება გადაიტანეთ. იმას ხო აი თქვენ ვერ უსურვებთ ვერავის, ხო? ხო არ უსურვებთ იმას არავის. სამყარო უსურვებს სამაგიეროდ მეგობრებო. თქვენ არავის არაფერი არ უსურვოთ. ხო. უყურეთ ახლა რა მოხდება აქ მერე. წერტილი დაესმება ყველაფერს. მათ საქციელს,
მათ ამ უკუღმართულ საქციელს დაესმება წერტილი მეგობრებო. რა თქმა უნდა მორიელი. რა თქმა უნდა. აბა რა. წერტილი დაესმება ძალიან ბევრ რაღაცას ამ ორ კვირაში. ეს ორი კვირა იქნება ყველაფრის გადამწყვეტი. ყველაფერს დაესმება წერტილი თავის ადგილას მეგობრებო. ყველაფერს დაესმება წერტილი თავის ადგილას. მძიმე და მრავალ წერტილი არა, ერთი წერტილი მეგობრებო. ხო. და თქვენ ასე იტყვით, დამთავრდა კინო. ვსიო. აი ნახეთ. აი ამ ჯოჯოხეთს ესმება წერტილი. ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი სიტუაციით. ეს წერტილის დასმა. ეს ჩემთვის წერტილის დასმა, წერტილის. აი ამ ობობას გაჭყლეტა ზუსტად. თქვენ რო გაგხვიათ ობობას ქსელში, აი ამის გასრესა ზუსტად მეგობრებო. ხო. ამ მიჯაჭულობის დასრულება მეგობრებო. და წერტილის დასმა. ხო. აი ეს მოხდება 2 კვირის ვადაში. ამ წუთიდან 2 კვირის ვადაში მეგობრებო. ძალიან მივესალმები. აი ზუსტად მოხარული ვარ. აი ესეთია ზუსტად დღევანდელი ჩვენი ლაივი მეგობრებო. ხა. არ გვიბუქსავია დღეს. ხო არ გვიბუქსავია მეგობრებო. არ გვიბუქსავია, ჩვენ ბუქსაობა არ გვიყვარს. ამას ის წერს, ვინც თვითონ ბუქსაობს მთელი ცხოვრება მეგობრებო. აი უბრალოდ აზრი ვერ გამომაქვს ესეთ ადამიანებზე. მოკლედ, მოდი ახლა ჩვენ ელოდეთ რაღაც შეტყობინებას. უეცარ შეტყობინებას ელოდეთ მეგობრებო. ვისგან და რისგან არ ვიცი, მაგრამ უცებ მიღებულ ამბავს ელოდეთ, შეტყობინებას ელოდეთ, SMS ელოდეთ. ხო. რატომღაც უცებ ფინანსებიც ამომიტივტივდა. კი, შეიძლება ფინანსებიც გაქვთ ასაღები და ფინანსებსაც ელოდეთ ამ 2 კვირის ვადაში. თუ კი ვინმეს ბალი აქვს დასაბრუნებელი. ესეც შეიძლება მეგობრებო, კი. კი ბატონო, ძალიანაც კარგი. ხა. მოდი ახლა ჩვენ ასტრაბარათებს კითხოთ კიდე დავეკითხოთ ჩვენი 2 კვირის პროგნოზი მეგობრებო. ძალიან მიყვარს ეს პატარა მოცვიცქნულა, ძალიან გემრიელი დასტა. ასტრაბარათები. მორგანა, შენი დასტა მოვიტანი, მორგანა. მეგობრებო, ბოდიში წყალს დავლევ. ხო, ეს არის მორგანას დასტა. მოდი ნახავთ, აბა 2 კვირის პროგნოზი. რას გვიწინასწარმეტყველებს ასტრაბარათები 2 კვირის ვადაზე? ეს ცოცხი აქ იყეს. ხო. რას გვიწინასწარმეტყველებს მეგობრებო და ნახეთ ახლა აქ რა ხდება. იდეალურ სიტუაციას. ეს არის იდეალიზმის კარტი. იდეალური სიტუაცია მეგობრებო. აი უყურე ახლა ამ იდეალობაში რა შედის. ეხლავია გაგინმარტავთ აქ რა ხატია მეგობრებო. ხო, აქ რა ხატია ახლა უყურეთ. იდეალური იქნება ის, რომ თუ კი ვინმე ნახეთ ახლა. თუ კი ვინმე თქვენზე აი რაღაც ნეგატივს აკეთებდა მეგობრებო. აი იდეალურია, მართლაც იდეალურია ახლა ეს შემთხვევა. თუ კი ვინმე თქვენზე აქ მეგობრებო რაღაცა ნეგატივს აქვეყნებდა, ანუ აკეთებდა თქვენს სახელზე. ნახეთ ახლა ხვდებით ხომ აქ არის ცეცხლი დანთებული, აქ არის ფუტი, ხო, ალი, ესეთი შავი რაღაცა, შავია ეს ახლა, მას შავი ქვია. ხო, ამ ადამიანს აგერ ხელში უკავია რაღაც დაწერილი, მოდი დავარქვათ რაღაცა შელოცვა და ამაზე ხატია ობობა. ნუ ჩავთვალოთ რომ ეს ობობა ვთქვათ ხართ დაუშვათ თქვენ. ვთქვათ ხართ თქვენ. მე ვარ მაგალითად, ჩვენ ვართ, ხო?
და ჩვენზე აკეთებენ ახლა ესეთ ნეგატივს. ადამიანი ან ადამიანები, ან იდეალური შინაარსი ამოვიკითხე ახლა მე. უყურეთ ახლა რა ხდება. იმდენად იდეალურად შეიცვლება ყველაფერი და იმდენად იდეალურად წავა ეს ყველაფერი და იმდენად იდეალურად გამოსწორდება ეს ყველაფერი, რომ სამყარო უყურე რას იზამს? აი ეს აქ დახატული, აგერ გაცოცხლდებით, თქვენ გაცოცხლდებით, მეგობრებო და ნახეთ, აგერ აცოცდებით ამ ადამიანს თვითონ თავზე დააჯდებით. ხო. აი იდეალურად შეუბრუნდება ყველაფერი იმ ადამიანს, ვინც იმ ადამიანს და თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც რა დაგიშავათ მეგობრებო. აი უკან შეუბრუნდებათ ყველაფერი. ხო. აი ასე. რატომაც არა? კიდევ რა მოხდება 2 კვირის ვადაში? რა მოხდება 2 კვირის ვადაში? კი ბატონო. რა მოხდება 2 კვირის ვადაში მეგობრებო და გეუბნებით თავისუფლებას იგრძნობთ, დამოუკიდებლობას იგრძნობთ. და აი ტვირთი თითქოს და ეხლა როგორ ხართ იცი ტვირთი ხო კიდიათ მაგალითად ტვირთი გადევთ და აი ამ ტვირთიდან განთავისუფლებას იგრძნობთ. იდეალურად იგრძნობთ თავს. ეს ხო იდეალია, იდეალური კარტია. და ეს კიდევ არის დამოუკიდებლობის კარტი. აი თავისუფლებას იგრძნობთ, იდეალურად იგრძნობთ თავს მეგობრებო. განთავისუფლებას დამოუკიდებლად იგრძნობთ თავს მეგობრებო. აი თითქოს და ნახე, რა მაგარი შინაარსი მოდის. აი ძალიან მიყვარს ეს დასტა მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. იმდენად წმინდა ადამიანები მიყურებთ. იმდენად სუფთა ადამიანები, სუფთა გულის ადამიანები მიყურებთ მეგობრებო. აი ნახეთ უკან როგორ ხატი ხართ. აი ეს ხართ თქვენ. ესა პარტნიორი, თქვენი პარტნიორი, როგორ მორბის, როგორ მოდის, როგორ მოჩლაკუნობს, მოჯლიგინობს, რაც გინდათ ის დაარქვით. ხო. აი ნახეთ მეგობრებო, რა მოხდება იდეალურად. ხო? ის მოხდება რომ რაღაცის გასაღებს დაიკავებთ ხელში მეგობრებო. ეს იქნება იდეალური, ეს იქნება არაჩვეულებრივი. აი რაღაცის გასაღებს იკავებთ ხელში მეგობრებო. რაღაცის გასაღებს იკავებთ მეგობრებო, რაღაცას დაიწყებთ, რაღაცას გახსნით, რაღაცა დიდ რაღაცას მოკიდებთ ხელს. შეიძლება რაღაცას მოარგოთ ეს დიდ რაღაცას ეს გასაღები, ოქროს გასაღები, არ ვიცი რას მოარგებთ, მაგრამ რაღაცა დიდ მნიშვნელობას მოარგებთ მეგობრებო. ხო, ეს ფეხს წამოკრავს, აგერ წამოკრული აქვს ფეხი მეგობრებო, არა მოყირავდეს უბრალოდ. ხო. კი, წამოკრავს აგერ ფეხს უეჭველი. აი, წამოკრული აქვს ფეხი აგერ და გადაყირავებულია რაღაცა მეგობრებო, აი საცოდავი, აი არ გვინდა ჩავაბრუნე. ხო. თუ ამოსასვლელი ამოვა, გადაბრუნებული და წაქცეული და მოყირავებული ადამიანი არ გვინდა ჩვენ, ხომ არ გვინდა, არ გვინდა. ხო. კიდევ რა შეიცვლება ამ 2 კვირის ვადაში? ყველაფერი უკეთესობისკენ წავა მეგობრებო. თქვენ იმდენად სულიერად მაღალ ვიბრაციებში ხართ ახლა. ეს არის სულიერების ადამიანი, წმინდა სულის ადამიანი. ეს ხართ თქვენ. თქვენ იმდენად კარგი ადამიანები ხართ მეგობრებო, ხო? იმდენად კეთილშობილები ხართ, იმდენად გაწონასწორებულები ხართ, იმდენად უკვე უფალთან ახლოს ხართ. უკვე ნუ ეხლა ცუდად არ გამომივიდეს ნათქვამი. უფალთან იმდენად ახლოს ხართ მეგობრებო, ხო? რომ აი ყველანაირ სიკეთეს ელოდეთ ცხოვრებაში და ამ 2 კვირის ვადაში ხო საერთოდ ცვლილებებს ელოდეთ. აი ამ გასაღებით მხოლოდ თუნდაც. აი ამ გასაღებით რაც გიკავიათ აგერ ხელში მეგობრებო. ხო. და კიდევ რას უნდა ელოდეთ 2 კვირაში? ცნობის მოყარეობა და ბალანსი.
არ მაკმაყოფილებს ეს კითხვა. რას უნდა ელოდეთ? ელოდოთ 2 კვირაში. რა შეიძლება 2 კვირაში? რას უნდა ელოდოთ? თანამშრომლობა. თუ კი ეს თქვენ პარტნიორს ეხება და თქვენს პარტნიორთან ეხლა აქ არ ამოსულა პარტნიორი, მაგრამ თუ კი თქვენს პარტნიორთან რაიმე გაურკვევლობა გაქვთ, მეგობრებო, რაღაცას ელოდებით ამ ადამიანიდან. ყველა არა. აქ შეიძლება იყოს ერთეულებზე საუბარი, მეგობრებო. რაღაცას ელოდებით ადამიანიდან, თანამშრომლობა მოდის მისგან, ბალანსი მოდის მისგან და ცნობის მოყვარეობა. ანუ უყურეთ ის, რაც თქვენ ცნობის მოყვარეობა გკლავდათ რაღაცასთან დაკავშირებით, თქვენს პარტნიორთან შეიძლება, ანუ ბალანსში მოიყვანთ ამ სიტუაციას, კი? დაკმაყოფილებული იქნებით, მეგობრებო. ანუ იდეალურად წავა თქვენი საქმე ამ 2 კვირის ვადაში. პირველი კარტი არის იდეალური სიტუაციის, ამიტომ იდეალურად წავა თქვენი ურთიერთობა. ეხლა რაც თქვი იმ სიტუაციაში, მეგობრებო. ასე რომ არ ენერგიულო, გეუბნებით რაღაცის გასაღებს დაიკავებთ ხელში. ვინ ბინის გასაღებს დაიკავებთ ხელში? თუ კი ბინის ყიდვა გინდათ, რაღაც მომენტი ჩამოგივარდებათ და სიტუაცია ისეთი, რომ ხო, ამ სურვილს აისრულებთ, კი, მეგობრებო. ეხლა ამ სურათს თუ დავაკვირდებით, ნახეთ, კიდევ ეს არის ძალიან სულიერი სიმაღლე, ამაღლება, სულიერი ადამიანის კარტი, სულიერად მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანის კარტი. აქ კიდევ ნახეთ რა ხატი ამას. თითქოს უკავია ჯოხი, ეს არის ჯადოსნური ჯოხი. აი ხო გეუბნებით, თუ კი თქვენ რაიმე გინდათ შეიძინოთ, ან რაღაც გულით გინდათ, თქვენ ამ ჯადოსნურ ჯოხს დაიკავებთ, ამ ჯადოსნურ ოქროს გასაღებს დაიკავებთ, იმ გასაღებს, რაც თქვენ გჭირდებათ, რაზეც გჭირდებათ, მეგობრებო, აი რა გინდათ ყველაზე მეტად, აბა დაფიქრდით, რაც გინდათ. აი ის საქმე წაგივათ ზუსტად იდეალურად. კი. არაჩვეულებრივი სურათი ამოვიდა ასტრაბარათებიდან, მეგობრებო. აქ ხო შეიძლება და ეხლა რომ ცოტა სხვანაირიც ამოსულიყო. ზუსტად ჩვენი დღევანდელი თემა რაც არის, გეფიცებით ყოველთვის იმის პასუხები ამოდის ყოველ საჯარო გაშლაზე, მეგობრებო. ხო, ასე რომ არაჩვეულებრივად გექნებათ ყველაფერი, მთავარია ბალანსში იყვეთ და თქვენი თავი მოიყვანოთ ბალანსში, მეგობრებო, დამშვიდდით. იქ წინა დასტებზე, რუსულ კარნახის დასტებზე, მეგობრებო, იქ ორივე დასტაზე ამოვიდა, რომ ზოგჯერ თქვენც აზვიადებთ თქვენს ემოციებს. თქვენს ეჭვიანობასაც აზვიადებდეთ შეიძლება. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ერთეულები კი. ამიტომ, მეგობრებო, იფიქრეთ, ანუ გაუფრთხილდით ჯერ ნერვებს და მიცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ თქვენ თვითონვე გაიფუჭოთ ხასიათი და განწყობა. საკუთარ ნერვებს გაუფრთხილდით. ხო. რაო ლელა, ჩემო კარგო. მოკლედ, მეგობრებო, ახლა რო არ დამავიწყდეს, რა ახალი ამბავი მინდა გითხრათ, რისი დაწყება მინდა. გიჟი ხარ, მერე რა, ადამიანი იყავი და გიჟი უნდა იყვება. მკვდარი და დასვენებული სასაფლაოზე ვიცი, ჩემო კარგო მე. ცოცხალი ადამიანები მიყვარს, ხასიათით ცოცხალი, ბუნებით ცოცხალი, ბავშვურებით. თქვენ მე რომ მიყუროთ გარეთ რომ გავდივარ, ებს ვაკეთებ, გაგიჟდებით. შეიძლება ბარდიულებზე ავიდე და ბავშვებს რო უყვართ, აი პატარა ადგილებზე ფეხით გავლა, იმაზე გავიარო. თუ რა ვქნა, რომ მიყვარს რა. მერე რა 46 წლის ვხდები, მერე რა, მეგობრებო. ხო, არა უშავს, ხო. აი საკუთარი თავიდან ნერვები უნდა მოთოკო. აი უნდა იზრუნო, ანუ უნდა მიეჩვიოთ გრძნობების მართვას, მეგობრებო. აი ნერვების მართვას უნდა მიეჩვიოთ. ხო, აი მეგობრებო, ეხლა ისი თქმა მინდოდა მე, აი მინდა ერთი სუნი მაქვს, ეხლა როდის გეტყვით, ჩემს გეგმებს. მომდევნო გეგმებს, ხო.
აი ახლა, როდესაც მექნება გარეთ გასვლის საშუალება, უნდა ვიყიდო მეგობრებო ესეთი სანთლები და ანუ ესე სანთლებს როდესაც გამოვიყენებ, ესე საჯარო ლაივში, ლაივებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად არის ეს უკვე გამდნარი, ანუ დარბილებული, მინდა რომ ვოსკზე ვიმუშაო მეგობრებო თქვენთან ერთად. ხო, მინდა ვიყიდო თავისი ფინჯანი ვიყიდო თავისი წყალისთვის და ახლა რომ მქონოდა მაგალითად წყალი და ეს თასი მომარჯვებული, დაქვია მაგას მეგობრებო, გამზადებული. ხო, გამზადებული რომ მქონოდა, ახლა ამ დაცლილს, ამ დარბილებულ დამდნარ სანთელს გავაკეთებდი ვოსკის წმენდებს მეგობრებო. ხო. აი ამას ვფიქრობ. ამის გაკეთებას ვფიქრობ, ასე რომ კი ვოსკზეც ვიმუშავებ თქვენთან ერთად და რატომაც არა. ამას ვფიქრობ მეგობრებო და იმ სანთელს მე გადავაგდებ. ხო, და ის წაიღებს თქვენს ნეგატივს, ჩვენს ნეგატივს ყველაფერს წაიღებს ის სანთელი. ამიტომ მეგობრებო სკალა რაღაც გინდა, სკალა კიბია და სკალა რაღაც გინდა ანა მარია. სკაკალკა. ხო. ლახტი მიყვარდა მეც მთელი ბავშვობა კი. მოდით მეგობრებო, ახლა რა ვქნათ თუ იცით. გადაურევ, ახლა მე გადავჭიხავ ჩემ ასტრაბარათებს. დავდებ თქვენს თვალწინ და ვის რა სურვილიც გინდათ ჩაიფიქრეთ მეგობრებო. თითო სურვილი ყველამ ჩაიფიქრეთ თქვენთვის, გულში წარმოსთქვით. კი. ჩაიფიქრეთ გულში წარმოსთქვით. იდეალური კარტი ამოვარდა. თქვენი სურვილი ჩაიფიქრეთ მეგობრებო და ვნახოთ აბა რამდენი ხნის ვადაში აგისრულდებათ. აი ნახეთ ქვემოდან რა კარტია? სურვილები აუცილებლად აგიხდებათ მეგობრებო, აი რაც არ უნდა ჩაიფიქროთ. უბრალოდ აუცილებლად აგიხდებათ, უკვე ჩაფიქრებაც აღარ უნდა მეგობრებო. ხო, აბა მიდით მეგობრებო, ეხა ჩაიფიქრეთ სურვილი. და ეს აქ უნდა გამოჩნდეს, სხვანაირად არ იზამს. ჩაიფიქრეთ მეგობრებო და ვნახოთ აბა პასუხი. თქვენი სურვილის პასუხი. თან გავშიფროთ კარტი და თან რა ვადაში აგისრულდებათ. თქვენს თვალწინ ამოვიღებ კარტს. იმედია მოასწარით. ჩემო ძვირფასებო, იმედია მოახერხეთ, მოასწარეთ. ახლა მე თქვენს თვალწინ ამოვიღებ ნებისმიერ ერთ კარტს. ხო და ნახოთ რა კარტი იქნება ის. ესეც უნდა დავდო აქ. ეს წეღან რაც იყო ქვემოდან, ესეც უნდა დავდო აქ. ეს ასრულების, სურვილების კარტია მეგობრებო, იცოდეთ. მოდი ვნახოთ ეს რა კარტია. გამბედაობის კარტი მეგობრებო. გამბედავები იყავით, გაბედულები იყავით, იოცნებეთ, გაბედეთ და რაც გინდათ ის გააკეთეთ, ის ჩაიფიქრეთ. მეგობრებო, ძალიან დიდი შინაარსი მოდის ამ ორი კარტიდან. აი რაც არ უნდა ჩაგეფიქრებიათ ეხა მეგობრებო. ეს ხო გაბედეთ, ხო და всё, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. რომ ეს თქვენი სურვილი შესრულდება. უეჭველი მეგობრებო, იმიტომ რომ ქვემოდან ეს კარტი იყო და ეს რომ არ მომეღვარ შემეძლო მეგობრებო. თქვენი სურვილი აუცილებლად შესრულდება. იმედი და რწმენა არ დაკარგოთ. აი რაც შეეხება ამ კარტს, ეს არის გამბედაობის, ეს არის დაწყების. თუ კი რაიმე დაწყება გინდათ მეგობრებო, აი წეგან რაც გითხარით. ხო, აი დაიწყეთ, გააკეთეთ, გადაწყვიტეთ, გადადგით ნაბიჯი. აი გადადგით ნაბიჯი და გადადით ამ რაღაც გაბზარული და გადადით მეგობრებო.
გადაჭერით ეს გზა და გადადით. წადით მეგობრებო, გადით წინ. კი, ამიტომ რომ ამის არ შეგეშინდეთ. ეხლა ნახოთ თქვენი პასუხი. ეხლა მინდა მე 25 კარტის პასუხი მეგობრებო. 25 კარტის პასუხი. ოხ, სად ვიყავი აქამდე? და მოკლედ, ჩემო ძვირფასება. თქვენი შეკითხვის პასუხი არის. ვიცით რა? თქვენი კითხვი, თქვენი ღმერთო რა ქვია მაგას? თქვენი სურვილის ასრულების ვადა არის. სამშაბათი და ოთხშაბათი. სამშაბათი და ოთხშაბათი. მეგობრებო, და კიდევ არის ერთი სიტყვა იტალიურად, რომელიც ნიშნავს გაზაფხულს. თქვენ თუ კი ეხლა ხვდებით მე ამ თვის გაჟღერებას, მეგობრებო და მის აზრს. ხო, თქვენ თუ კი ხვდებით, რომ თქვენს ჩაფიქრებულ სურვილს ნამდვილად დააგვიანდება და ნამდვილად მანამდე ვერ ასრულდება, იმ შემთხვევაში ზუსტად გაზაფხული იქნება. თუ კი თქვენ ცოტა ისეთი სულ სხვა რაღაცა ჩაიფიქრეთ, რაც მხოლოდ კვირის დღეებზეც შეიძლება ასრულდეს, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს კვირის დღეები არის სამშაბათი და ოთხშაბათი. კი, ასე რომ სამშაბათი, ოთხშაბათი და გაზაფხული. პრიმავერა აწერია, ამიტომ ეს არის გაზაფხული. ჩემო მეგობრებო, იმის და მიხედვით მიიღეთ ეს პასუხი. თქვენ თუ კი ხვდებით, რომ ნამდვილად თქვენია ეს პასუხი, თუ არა და მაშინ კვირის დღეებზე გადაიტანეთ ყურადღება. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. კიდევ ერთი საღამო, შვიდობიანი საღამო თქვენთან ერთად, ჩემო მეგობრებო. ძალიან სასიამოვნოა ყოველი დაღამება, მაგალითად ჩემთვის, რადგან მე მოვდივარ აქ და თქვენთან ერთად ვარ და ეს ძალიან მე მაძლევს ძალას და ენერგიას. აი, ჩემს ენერგიას მიბრუნებთ თქვენ რო იტყვიან, მე კიდე თქვენ გავსებთ, ალბათ, მე მგონი გავსებთ და ვახერხებ ამ ყველაფერს. მოკლედ გაცვლითი ბალანსი ჩვენ შორის შემდგარია, უკვე როგორც მე ვატყობ. ამიტომ უღრმესი მადლობა ყველას, უღრმესი მადლობა უფალს და სამყაროს, რომ მე ამის საშუალებას მაძლევს. დედას გეფიცებით, ეს მე ძალიან სიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. ეს მე ხმაშიც მეტყობა, მეგობრებო. რაც არ უნდა დაღლილი და რაც არ უნდა განერვიულებული მოვიდე თქვენთან, მე მაინც კარგ ხასიათზე ვდგები, თქვენი დამსახურებით და მადლობა ამისთვის თქვენ და უფალს და სამყაროს, რომ აი მე შემიძლია ეს ყველაფერი ვაკეთო, ესე მშვიდად. კი. არაუშავს თუ კი დააგვიანეთ, ვინც დააგვიანეთ, მეგობრებო. აუცილებლად ავტვირთავ ამ ყველაფერს YouTube გვერდზე. გამშვიდებულად, დაწყნარებულად შეგიძლიათ უსმინოთ, რამდენჯერაც გინდათ. რიპეტე გააკეთეთ, მე ბევრჯერ ვაკეთებ ხოლმე ესე, ვისაც ვუსმენ. და გელოდებით კომენტარებში, ვისთან როგორ რეზონირდება სურვილისამებრ, მეგობრებო, რა თქმა უნდა. და მოკლედ მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. და მე ჩემს დაპირებას შევასრულებ სანთელთან დაკავშირებით, ამიტომ ვფიქრობ ვოსკზე მუშაობას. ყოველი ლაივის შემდეგ, რომ წმენდა მაინც ჩავიტაროთ და მოდი ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს გაწმენდაზე, ჩვენს წმენდებზე, როგორ იმოქმედებს, მეგობრებო, რატომაც არა. თუ კი გამოგვივა და ვიცი რომ გამოგვივა, მე მწამს ამის და მჯერა. აი მე ხო თქვენთან ერთად ყოველთვის ვფიქრობ და საკუთარ თავსაც გულისხმობ. აი ეს არის აქ, მეგობრებო, ვისაც რისი დაწყება გინდათ, დაიწყეთ. არ შეგეშინდეთ, ვინ რას იტყვის, ვინ რას იფიქრებს, ვინ რას მოიმოქმედებს, ამას არ უსმინოთ, არ უყუროთ, მეგობრებო.
დაიწყეთ თქვენი საქმიანობა, თუნდაც კარტებთან მუშაობა დაიწყეთ. ფსიქოლოგობა თუ გინდათ დაიწყეთ, ორატორობა თუ გინდათ დაიწყეთ, რაც გინდათ ის დაიწყეთ, მეგობრებო და თქვენ ეს იმხელად ძალას მოგცემთ და იმდენად შეგცვლით უკეთესობისკენ, ვერ წარმომედგინა 2 წლის წელიწად ნახევრის უკან. მე ისე ცუდად ვიყავი, მეგობრებო. მე ისე ცუდად ვიყავი 16 იანვრამდე, ანუ შარშან წინ. ისე ცუდად ვიყავი, მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ვერ გადავწყვიტე, დამეწყო თუ არა კარტები. კარტი ნაყიდი მქონდა უკვე, მეგობრებო, მაგრამ არ მქონდა ჯერ ის გააზრებული დამეწყო თუ არა. დამეწყო თუ არა. დაიწყეთ, მეგობრებო, დაიწყეთ. ხო, დაიწყეთ, მეგობრებო და ნახავთ როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება. თქვენ როგორი ძლიერები გახდებით, ვერანაირი მაგია ვეღარ მოგერევათ, მეგობრებო, თუნდაც გაგიკეთოთ ვინმე. ჩემზე აღარ მოქმედებს, მეგობრებო, ამას ვინც აკეთებს, იმაზე მაგია აღარ მოქმედებს. აღარ მოქმედებს, მეგობრებო, ასე რომ არ ინერვიულოთ. ყველაფერი წავა 5-იანზე, 10-იანზე, 100-იანზე, ასე რომ გაბედეთ. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მეიმედებით, უკვე ძალიან ბევრზე ავედით ჩემო ძვირფასებო, ძალიან მახარებს ეს ამბავი და სასიკეთოდ ავიღოთ ყველაფერი აქედან. ასე რომ, აბა, ხვალამდე და გელოდებით YouTube-ზე კომენტარებში. მადლობა ყველას.